რა არის ცოდვა? ჩვენ ხო ვიცით, რომ იესო მოვიდა რისთვის? იესო მოვიდა იმისთვის, რომ ცოდვისგან გაგვანთავისუფლოს. იესო ნიშნავს ხსნელს ცოდვისგან. ხო მაგისთვის მოვიდა. რა არის ცოდვა? ცოდვის მთავარი განმარტება რა არის? ეს არის აცდენა ღმერთისგან. ანუ უცნობელობა ღმერთის. აი წარმოიდგინეთ, წეღანას გითხარით, რელიგიური ადამიანები, რომელსაც სავსე რელიგიურობითი ცხოვრება აქვთ და იმის სასწაულო მოქმედნი არიან, ზნეობრივად ცხოვრობენ და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ ქრისტესთან კომუნიკაცია, ღმერთის ცნობელობა ვერ განხორციელდა. ეს რელიგიურობა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ისინი მათ სასופველი დაემკვიდრონ, გესმით? ანუ მთავარი ცოდვა ეს არის ღმერთის უცნობელობა. და ამისგან სახსნელად მოვიდა ქრისტე. იმიტომ რომ ღმერთი, რომელიც არავის უნახავს, როგორ უნდა გაიცნო ღმერთი? ხო? ცნებების გაძლევს წინასწარმეტყველის მიერ, ამ ცნებებს ასრულებ, კარგია, ემზადები იმისათვის, რომ თუ ღმერთს დაინახავ, იცნობდი, მოვიდა და ვერ იცნეს. ნუ ზოგმა იცნო ცოტა. ანუ გესმით, რელიგიურობა მხოლოდ იმისთვის არის, რომ ქრისტე იცნო როგორც ღმერთი, სხვა არაფრისთვის. ის არ არის თავისთავად მაცხოვნებელი. მხოლოდ იმისთვის არის, რომ ქრისტე როგორც ღმერთი იცნო და მასთან კომუნიკაცია გქონდეს.